ესე იგი დღეს როგორც გინდათ, ისე მათამაშებთ რა. ია ლაივში შემოდი, შემოვედი. მეტი რა ვქნა. შემოვედი. სადა ხართ? აუ, ბეჟანიშვილი ეგრევე შემოვარდა. პრივეტ. რა გინდათ? აჰა, ლაივში ვარ მიყურეთ. ყველა კითხვას ვერ წავიკითხავ, იმიტომ რომ წვრილი შრიფტია და მოგეხსენებათ სათვალე მიკეთია და მიჩვენე რომ სათვალის გარეშე ვბრძანდებოდე. აბა დავიწყეთ. ქებადიდება არ მინდა მიყვარხარ და რაღაცები საქმეზე გადადით ეგრევე რა მიკითხები თუ გაქვთ რა. ხო ვიცი რომ გევასებით, ხო დავაი საქმე მიყვარხარ მევასები. კაი ვიცი ეს ყველაფერი ვიცი ნუ მწერთ დაზოგეთ დრო. რას ვსვავ? ეს ვინ არის? მურო ყავას ვსვავ, ყავას ბიჭო. კოფე ნუ? მადლობა. ამინდეს ქება დიდებაი, ქებაილა დიდებაი მიყვარხარ გიждები, მაგარი ხარ, ისახარ. ბიჭო თავში არ ამივარდეს ერთ ჩვენი ერთხელ და არ გავგიждდი, არ გეშინიათ. უიმე. საერთოდ ყავის მერე ხო ძალიან კაი ხარისხის არის სხვა და გიждები ისე მომწონს აი არ მომახმეს ტანზე მეშინია პროსტა სულ მინდა რომ მეკეთოს მეცვას რატომ დავარქვით კაცას აბა კატა და კაჭა მოდი მოიცადე მოვიყვანო კაცას უყვარს დილობით კოცნა მოიცადეთ და მოდი კაჭა მოდი თემი გოგო ვაიმე ეს ისეთი საყვალელი გოგო კოჭკა მე მიყვარს კაცას უკბენ ცხვირზე ძალიან ბევრი ბეწვიცია მე უნდა პირი დავიბარო კაჭკა ნახე რამდენი ხალხი გიყურეს კაჭკა ვაიმე კაჭკა გოგო ვერ გითხულობ თავი შაიკავეთ რა ცოტა ხანი და სანამ კაცას მეფელები გიკბინო გოგო გიკბინო ცხვირზე მოდი გიკბინი რა მოდი რა გიკბინო ფუ კაი შო მიიღე შენი დოზა სიყვარულისა შეძეზე გოძნიგო კარგი ვის სახეს ახლა მე სახლის პირობებში ვული აბა რა კითხვა დამისვი როდესაც ქალაქის ყველა ესთეტიური ცენტრი მზად არის მოემსახუროს ჩემი სილა ამაზეს და გამიკეთო მილიონი პროცედურა და მე სასარჩევად მაქვს საქმე დმაო ვერ გავექცევი და ქვეცნობიერი რა მოდი იმაზე ვისაუბროთ წეღა რაც თქვი მოკლედ ეხლა კითხვებს ვერ წავიკითხავთ ყველა წერთ ჯობია ეს გვერდებზე გულები გაუშვა და ხო დავინახავ პერიფერიულად რომ ბევრი გულები ამოდის ესე იგი кайფობთ ჩემთან ურთიერთობით და გევასებათ ეს მაინც წერს რაღაცას request to be your live video other sender request to be საქმეზე ვილაპარაკოთ ჩავთავ ლაივში შენაზე უნდა ჩაგდო შეჭება ლაივში ვინახარ უკაცრავად ხალხს ველაპარაკები თვალები ამოჭამა და გვერიდან კატებ ტყუილია ეგამბავი ის კიდე კუდრებს ჭამენო ეხლა უკაცრავად თუ სახში ძაღლი არის და კაცი ადამიანი მოკვდა ჯვარიაქაურობას და ის ძაღლი 1-3 დღე შეერია ძაღლი შეჭამს იმ პატრონს რა მოკლედ მე რაზეც საუბრობდი არის ის რომ აი ჩვენში ხო ზის ძალიან ჩაკირული რაღაცა პრობლემა რაღაცა სიტუაცია რომელსაც ვერაფრით ვერ გავექცევით რაღაცა თარგი რომელიც pattern რასაც ეძახიან ამერიკელები ხო რომელიც სულ მეორდება ცხოვრებაში და ვეჯახებით ისეთ პრობლემას რომელზედაც ამოხსნის საშუალება და ტრაკი არ აგვაქვს ესე იგი რაღაცა იქ არის კვანძი გაკეთებული და ამ კვანძს ჭირდება გახსნა იმისთვის რომ ეს კვანძი გახსნა
ზოგი წლობით თერაპიაში არის, ზოგი იმაშია, ზოგი ამაშია, ზოგი ამ კვანძებს ტოვებს როგორც არის და ხან სასმელს სვავს, ხან ნარკოტიკს მიეძალება, რომ ეს ყველაფერი გაყინოს, მიაყუჩოს, ანესტეზია გაუკეთოს, გესმით? და სუნთქვის დროს შესაძლებელია ყველანაირი პრობლემის ამოქაჩვა და ტყუილად მწერთ, არ ვკითხულობ ამეებს, რა ტყუილად წერ რა. ცოლიან კაცებზე გითხარი ღირს დაწყება ურთიერთობა. არავითარ შემთხვევაში ცოლიან კაცს. რა ვქნი ახლა მე რა გავაკეთო? ის გავაგრძელო თუ თქვენ გიპასუხოთ. იმიტომ არ მიყვარს ლაივში შემოსვლა. არასოდეს არ დაიწყოთ ურთიერთობა ცოლიან კაცებთან. ეს არის უდიდესი შეცდომა. იმ კაცმა მოიყვანა ცოლი. всё. მე მქონია ეგეთი შეცდომები ცხოვრებაში. ნაპარაკი ქალს, კაი. ხო და ანუ ამ სავარჯიშოს მეშვეობით, რომელიც პრინციპში მაინც ჯობია რომ ფსიქოთერაპევტის ან გამოცდილი ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ მიდიოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხომ არ ვიცით იქ რას გამოსდებს კაუჭს. სუნთქვა არის კაუჭი. ჩავთვალოთ სადღაც აი აქ და არა აქ ჩაკერული არის რაღაცა პრობლემა. ანუ ავიღოთ სიტუაცია, აი ამ სიტუაციას, რომელზედაც ჩვენ ვერ პოვლობ ვერც პასუხს. ბუნდოვანია შენთვის. ეს არის შეიძლება ადამიანთან მიმართებაში, შეიძლება სიტუაციასთან მიმართებაში, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაღაცა ბუნდოვანი პასუხია. ალბათ უფრო ძირითადად პირად ცხოვრებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ იქ არის ყველაზე მეტი შეცდომები, რომელიც ჩვენ მოგვდის ეგრეთ წოდებული ბავშვობის სუვენირების წყალობით. ბავშვობაში კიდე ვის რა ტრავმა გადაუტანია და ვის რა უნახია და ვის რა უქნეს და როგორ უქნეს და რაღაცა ეხა ამის ქეკვა ხო ნამეტანია. უბრალოდ მოგიყვებით არს ამ სავარჯიშოსი, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. კი წერეთ აკითხულო. როგორც თქვი, ჩვენ ვიყენებთ ძალიან მარტივ იარაღებს, მარტივ ხელმისაწვდომ იარაღებს. არ არის აქ საჭირო არც მაგია, არც ალქიმია, არც ანგელოზების გამოძახება და არაფერი. ეს არის სუნთქვა ჭიპიდან აქამდე, აი ხორხამდე, სუნთქვა ღრმადანელი სუნთქვა. ეს არის მოდუნება სხეულის და გონების სიფხიზლე. ჩვენ ამ სუნთქვის დროს, ახლა მე ამას არ გავაკეთებ, აი ამ სიტუაციაზე ვფიქრობთ, რომელიც ჩვენში იწვევს ბუნდოვან შეგრძნებებს. რომელიც ჩვენში რაღაცა გადაუჭრელია და ღრმა სუნთქვას, ამ სუნთქვამ რაღაც მომენტში კაუჭი უნდა გამოსდოს ამ პრობლემას და ამოქაჩოს. თქვენ ამას იგრძნობთ და სუნთქვა მერე უკვე უფრო ღრმა ხდება და მერე უშვებ ამ ყველაფერს, ზედამხედველობაა საჭირო და თავისუფლდები და მერე რაღაცა გონებაში შემოდის ნათელი და სადღაცა ხდება კატარზისი. აი ეს კვანძი გაიხსნა და უცებ ხვდები რომ განთავისუფლდი. უფრო მეტად ვიდრე იყავი განთავისუფლებული. ჩემო ძვირფასებო. ამით ხევანდელი ლაივი დამთავრებულია. ახლა კი მე შევდგები მეგრული სწავლას.